ეკატერინე ციმაკურიძე დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი და შემოქმედი საქმიანობის მაყურებლებისათვის ტრადიციული მიმოხილვით და დღეს დანაშაულის გამოძიებისათვის ხელი შეშლის მიზნით სამართლებრივი სისტემებით დარღვევით ჩადენილ საქმეებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ეკა მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მივესალმები მაყურებელს. მე მინდოდა დღეს საზოგადოებისთვის მეთქვა ამ სიტუაციაში, როდესაც მართლა ყველა შეძრულები ვართ შაქარაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მთელი ყურადღება საზოგადოების მართლაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აქეთკენ არის მიმართული. მინდა რომ სწორად დავინახოთ პარლამენტის ადგილი და როლი ამ პროცესში. დღესდღეობით ამ დრომდე ისე ჩანს, რომ პარლამენტი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული ან ჩართული რაიმე ფორმით ამ საქმეიდან გამომდინარე პრობლემებზე რეაგირებაში, მაგრამ ნამდვილად არ არის ესე, რომ პარლამენტს არავითარი როლი არ შეიძლება ჰქონდეს აქ. ეს ფაქტი თავისთავად დანაშაული არის მძიმე და ძალიან სასტიკი დანაშაული, რაც მოხდა და რა თქმა უნდა ყველა შეძრულები ვართ ამით, თუმცა ამის შემდეგ დანაშაულის გამოძიების და მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით რა პროცესებიც ვითარდება, ეს კიდევ უფრო შემზარავი არის. ჩვენ ვუყურებთ, ჩვენ თვალწინ ნადგურდება და იწვის მტკიცებულებები, მოწმეები ცვლიან ჩვენებებს, მოწმეები აძლევენ ცრუ ჩვენებებს და მე მგონი არავის აღარ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არ არის დაუშვათ გარედან, სისტემის გარედან მომხდარი რაღაცა დარღვევები, არამედ სისტემაში შიგნით ხელშეწყობის გარეშე ასეთი მძიმე ხელშეშლები გამოძიების პროცესისთვის უბრალოდ ვერ მოხდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ საკანონმდებლო კუთხით რა მოცემულობა გვაქვს. სისტემიდან გარეთ არ გამოდის დარღვევების შესახებ ინფორმაცია, გამოდის ძალიან იშვიათად ან გამოდის მხოლოდ ანონიმური გზით, რომელიც შემდეგ არ გადაითარგმნება მოწმის ჩვენებაში. ხო, ანუ უნდა არსებობდნენ სისტემის შიგნით ადამიანები, რომლებსაც ეგნებათ мотиваცია და რომლებიც თავს იგრძნობენ დაცულად, როდესაც აი ესეთი მძიმე შემთხვევები ხდება, რომ ამაზე ისაუბრონ. მედიაში წყაროს მეშვეობით ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული ინფორმაციები გამოდის და რაც საქმის მასალებზეც მიუწვდება მედიას ხელი, ამის გაანალიზებაც ხდება, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენების გაჩენა, ხო, რომ შემდეგ რეაგირება მოხდეს იმაზე, თუ რატომ ხდება გამოძიებაში ასეთი უხეში ჩარევები. ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შემთხვევა, ჩვენ ძალიან ბევრი წელია ვუყურებთ სამართალდამცავ სისტემაში, როგორ ხდება ხელის დაფარება, შერჩევითი მიდგომები და როგორ ვერ ვაღწევთ მართლმსაჯულებას და ეს ძალიან კარგი მაგალითი იყო მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დადასტურებულიც ხორავას ქუჩის საქმეზე მაგალითად. ამიტომ მხილების სისტემა, ანუ სისტემის შიგნიდან, როდესაც თანამშრომელი საუბრობს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ შემთხვევაზე, როდესაც არის კანონმდებლობა, მაგრამ ის ცუდია ან არ მუშაობს ან ასე შემდეგ. სამართალდამცავი სისტემისთვის მხილების მექანიზმი და მამხილებლის დაცვის ინსტრუმენტები უბრალოდ არ არსებობს. ეს არის რითიც ახლა პარლამენტი უნდა ინტერესდებოდეს და რაზეც უნდა ბევრი წელია უკვე ამაზე უნდა ემუშავა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუნდაც აი ამ სიტუაციაში, როდესაც მართლაც აი ესეთი შეძრულები ვართ ყველა და მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი ამ დანაშაულის გამოძიებისკენ, პარლამენტის გზავნილი რა არის აღმასრულებელი სისტემის მიმართ და მათ შორის როგორიც არის გამოძიების სისტემა და პროკურატურის სისტემა, მათ მიმართ რა არის გზავნილი? გზავნილი უნდა იყოს ის, რომ პარლამენტი მუშაობს, რომ ესეთი ტიპის პრობლემები ადვილად გამოდიოდეს სააშკარაოზე. სხვანაირად, უბრალოდ ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა დავინახეთ, როდესაც ეჭვები კი არა, დადასტურებულადაც იყო ხელშეშლები და ჩარევები საგამოძიებო პროცესებში, მაგრამ ამაზე არავინ არ საუბრობდა და ამას შედეგად რაიმე რეაგირება გამოძიების ან დამნაშავის პასუხისმგებაში მიცემის სახით არ მოყოლია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა რაც შეუძლია პარლამენტს გააკეთოს, ეს არის შექმნას სამუშაო ჯგუფი. მალე არასასესიო პერიოდი იწყება და ესეც არ არის ხელშემშლელი ფაქტორი, ამისთვის არ არის აუცილებელი პლენარული სასესიო პერიოდი პარლამენტში და პარლამენტმა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ახალ კანონზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომელიც ერთის მხრივ სამართალდამცავ სისტემაში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო,
თავდაცვის სისტემა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა შექმნის მხილების მექანიზმებს და მამხილებლებს დაიცავს. მე მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი გავიხსენო. სალომე ადეიშვილი ახსოვს ალბათ საზოგადოებას, ყოფილი პროკურორი, რომელიც წავიდა პროკურატურის სისტემიდან და Facebook-ზე გამოაქვეყნა პროკურატურაში არსებული პრობლემების შესახებ პოსტი და ეს იყო ჩემთვის კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორი დაუცველი არის მამხილებელი, რომელსაც უნდა რომ რეაგირება მოახდინოს კონკრეტულ პრობლემებზე, მაგრამ სისტემა ამაში ხელს არაფრით არ უწყობს. ის წავიდა პროკურატურიდან, წავიდა საქართველოდან და მხოლოდ ამის შემდეგ გააჟღერა გარკვეული ინფორმაცია, მას არ მიუცია, როგორც ვიცით, ჩვენება და ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ხოლმე ამ საქმესთან დაკავშირებითაც ინფორმაციას და ვიცი რომ არანაირი შედეგი კონკრეტული ამ მიმართულებით არ დამდგარა. ეს გასაკვირიც არ არის, მოწმე არ არსებობს, რთულია გამოძიება, იმიტომ რომ ადამიანები შიგნიდან არ საუბრობენ პრობლემებზე. ეს არის რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეუძლია ეხლა პარლამენტს გააკეთოს. 2009 წლიდან ჯერ კიდევ არსებობს მხილების გარკვეული მექანიზმები სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის საქართველოში, გარდა სამართალდამცავი სისტემისა. 2015 წელს გარკვეული ცვლილებები განიცადა ამ კანონმდებლობამ, მაგრამ იქაც კი, სადაც ეს არსებობს, აბსოლუტურად უმოქმედოა, მინდა გითხრათ. და სამწუხაროდ არ გვაკლდება მაგალითები, როცა ახალ-ახალი შემთხვევები აჩენს ამ პრობლემას ზედაპირზე, ისე რომ წინა შემთხვევიდან დღემდე მოგვარებული ეს საკითხი არ არის. და პარლამენტი ვერ იქნება გულგრილი, არ შეიძლება რომ, როდესაც მთელი ქვეყანა არის რაღაცა საკითხით შეძრული და მთელი ყურადღება საზოგადოების რაღაც კონკრეტული საკითხის მიმართ არის მიმართული, პარლამენტი უბრალოდ იქცეოდეს ისე, თითქოს ეს ამ ქვეყანაში არ ხდება. პოლიტიკის მიღმა რეალურად საჭიროებს უკვე ეს ყველაფერი დიდი ხანია სისტემის მოწესრიგებას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლიც მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მოსაწესრიგებელი. ერთი წინადადებით დავამატებ, რომ მხილების მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს, აი რაც არსებობს გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით პრობლემები, მაგალითად რომ აი მენტალური თუ კულტურის ნაწილი რომ არ თანამშრომლობენ როგორც წესი მოწმეები და განსაკუთრებით როდესაც მოწმე არის თვითონ ამ სისტემის თანამშრომელი, მას კიდევ უფრო უჭირს თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეშინია სამსახურიდან განთავისუფლების, ეშინია შევიწროვების, ეშინია სხვა ტიპის ზემოქმედებების. ესეთი მხილების სისტემა ზუსტად იმას შეუწყობდა ხელს, რომ კულტურის დონეზე ჩამოყალიბდებოდა ეს მექანიზმი. იქნება ამ მიმართულებით შესაბამისად საკანონმდებლო რეაგირება დაწყებული. ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობდა საქმიანობრივ ეთერში.